დაკლავ ამბები საქართველოდან. დღეს დედაქალაქის მერიაში კომპანია თბილისის წყლის წარმომადგენლებს მოусმენენ. დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის ახალი მთავრობა კომპანიისგან ქალაქში არსებული პრობლემების მოსმენას გეგმავს და თბილისელებისაგან შემოსულ საჩივრებთან ერთად საკუთარი გეგმებისა და ხედვების გაცნობას აპირებს. თავად კომპანია თბილისის წყალში დაგეგმილ შეხვედრაზე არ საუბრობენ. შეხვედრა 14 საათზეა ჩანიშნული. შემდეგ იგი კომპანია, რომელსაც თბილისის მერიაში მოусმენენ, City Park იქნება. გვექნება თბილისის წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა. გარდა ამისა, რაიონის გამგებლები წარმოადგენენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა არის ამა თუ იმ რაიონში პრობლემატიკა და რა არის გასაკეთებელი წყალმომარაგების გაუმჯობესების თვალსაზრისით და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები უნდა შევიმუშაოთ ერთობლივად და შევთანხმდეთ მომდევნო წელს გასაკეთებელი სამუშაოების ნუსხაზე. გვექნება კონკრეტული საქმიანი კითხვები, განსაკუთრებით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და მოსახლეობის წყლით მომარაგების პრობლემატიკის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. Დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის წარმომადგენლები სიამოვნებით მოგზაურობენ და მათ ინტერესშიც არის, რომ მერიამ და ამ კომპანიამ ითანამშრომლოს იმისათვის, რომ მათი ბიზნესიც და მოსახლეობის ბიზნესიც განხორციელდეს ეფექტიანად.